ამას გარდა დამატებითი ზომებიც მივიღეთ. სპეციალური ფარები გავაკეთეთ. წყალს ზონაში სტუდენტბეკერის ფირმის მანქანა დაეზიდებოდა. 3 ღერძიანი, 3-ვე წამყვანი. ეს უკვე გარკვეულ გარანტიას ქმნიდა. ჯიხურსა და წყლის ავშორის ადგილი იმხელა იყო, რომ ჩვენი ბენზინის კასრი და კიდევ ერთი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა. 6-ნი ვიყავით. 3 კაბინაში უნდა ჩამსვლარიყვნენ, 2 აქეთ-იქიდან საფეხურებზე უნდა მდგარიყვნენ. ხსენებული ფარი კაცის სიმაღლის 12 სანტიმეტრის სისქისა და სახელურიანი იყო. მათ საყრდენად მანქანის საფეხური იგულისხმებოდა. სახელური იმისთვის ჰქონდა, რომ საფეხურზე მდგომი კაცისთვის ფარი ადგილი დასაჭერი ყოფილიყო. ფარს კოშკურების ცეცხლისგან კაციც უნდა დაეცვა და კაბინაში მსხდომნიც. ამ ფარებს კიდევ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ გადაწვებოდა თუ არა ღობე საფეხურზე მდგომებს, ფარები თხილზე უნდა გადაედოთ, როგორც მანქანის თვლების გადასასვლელი ბოგირები, რის შემდეგ ბრუსტვერი ღარჩებოდა გადასალახავი. ეს 3 ღერძიანი მანქანისთვის არც თუ დიდ სიზნელეს წარმოადგენდა. სტუდენტბეკერის მძღოლი იყო გადმოსახლებული გერმანელი, სახელად ევალდ, ძალიან კარგი კაცი. თუ რამ გჭირდებოდა გარედან შემოსატანი, უსიტყვოდ გვისრულებდა თხოვნას, მაგრამ საქმე საქმეა და ერთ მშვენიერ დღეს ევალდს მანქანიდან ჩამოსვლა ვთხოვეთ. ესაც მზადყოფნით შეგვისრულა. მივიყვანეთ მანქანა იმ ადგილას, სადაც საწვავის კასრი და ფარები გვქონდა მომზადებული. საწვავი ჩავტვირთეთ, ჩავსხედით. საწვავის კასრის გვერდით შუკოვი ჩაიმალა. ლაპკამ და გორამ ფარები მოიმარჯვეს და ოპერაციაც დაიწყო. ევალდს უნდა ეყვირა მხოლოდ მას მერე, როცა ღობეს გადავაწმენდით, ან სულაც არ ეყვირა. საჭესთან მევიჯექი. ტექნოლოგია მეთქი ვთქვი, ვგულისხმობდი იმას, რომ გლეჯვით გამქცევთა დიდი უმრავლესობა სწორედ გლეჯვას ახორციელებდა, რასაც მანქანა და უპირველესად რადიატორი გამოჰყავდა მწყობრიდან. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ. ჩავრთე 3-ვე ხიდი და ნელისხვრით გავწიე საჭირო ადგილისკენ. ასე ნელისხვრით მივადექი აკრძალული ზონის მარგილს. ადვილად გადაწვა. შემდეგ ასევე ნელისხვრით მივაწექი ძირითად ღობეს. ესეც საკმაოდ ადვილად დაემორჭილა ძალას. პოლიტიკურთა ბანაკებს ერთმანეთისგან 50 მეტრის მანძილზე ედგათ კოშკურები. ჩვენ თითქმის 2 კოშკურას შორის გადავაწვინეთ ღობე. მანქანამ ღობე გადაიარა და თხილს რომ მიადგა, აქ ერთი საოცარი და ტრაგიკული რამ მოხდა. ლაპკა და გორა გადახტნენ, რომ თხილზე ფარები გაედოთ. გორას მხრიდან კოშკურა რომ იყო იმ გუშაგმა ადგილი მიატოვა. კიბეზე რამდენიმე საფეხური ჩამოიარა, კვლავ აბრუნდა და ცეცხლი მერეღა გახსნა. ლაპკამაც და გორამაც ფარების დადება მოასწრეს. გორამ ეს ოპერაცია იმის წყალობით, რომ გუშაგმა კიბეზე ჩასეირნება, ამოსეირნება, ინება, უფრო ადვილად შეასრულა, ანუ ფარი დასდო. ბრუსტვერი გადაიარა და ჩაწვა. და საცოდავმა ლაპკამ ფარის გადაღება მოასწრო, ბრუსტვერზე გავიდა კიდეც, მაგრამ სწორედ იქ მიუსწრო მარცხენა კოშკურიდან გახსნილმა ცეცხლმა და ეს ცოცხალი კეთილი, საოცრად გამბედავი კარპატებისა და დნესტრისპირეთის რომელიღაცა მიკარგულ სოფელში დაბადებული 19 წლის უკრაინელი ბიჭი უსულოდ დაეცა. გაზს დავაწექი. ბრუსტვერი გადავლახე. ავტომანქანის მარჯვენა კარიდან კლუბნიცკი გადახტა და რატომღაც გადმონგრეული ღობისკენ გაიქცა. ბრუსტვერზე ასულს ცეცხლმა უწია, გადაგორდა, თხილში ჩავარდა. აქ ფიქრისა და ყვაყვმანის დრო აღარ იყო. გორა მოხოხდა, კაბინაში სანახევროდ შემოჯდა. უკეთ ვთქვათ, პირქვეშ შემოწვა. გაქცევიდან დაახლოებით 1 საათის მერე მანქანა დადგა. საწვავი გამოილია. კასრის გადმოღება დავაპირეთ. სადღა იყო? ტყვიებით დაცხრილული კასრი მიწაზე დახვედილივით გადმოვარდა. მივატოვეთ ევალდის სტუდენტბეკერი. ცოტა ხანში დაღამდა. უშაკოვმა ცალკე წასვლა მოინდომა და წავიდა კიდეც. მე და გორამ მთელი ღამე სწრაფი ნაბიჯით, თითქმის სირბილით ვიარეთ. რიჟრაჟი ახლოვდებოდა. ჩაწოლა იყო საჭირო. დღისით თვითმფრინავით გვიპოვნიდნენ. პესჩან ლაქს უორი ტიპის თვითმფრინავი ყავდა. კიდევ ცოტა ხანს ვიარეთ. აღმოსავლეთით ცამ ოდნა ვინათა. სულ რამდენიმე სახლისგან შემდგარი სოფელი თუ დასახლება გამოკრთა. მიუახლოვდით. მაღალი ბალახი იყო. ჩავწექით. განაპირა სახლიდან ქალი გამოვიდა. სხვენზე მიდგმულ კიბეზე ავიდა.
ერთი იღლია თივა ჩამოიტანა, პოსელში შევიდა, სახლში შებრუნდა. გორამ წამჩურჩულა. მაქალს დაძინება ვაცალოთ. ეგ სხვენი, თივით იქნება სავსე. შევძრეთ ერთი გამოვიძინოთ. შეღამდება და გზა განვაგზოთო. დავყევი. 15-20 წუთით დავიცადეთ და თავისთავად ცხადია ძალიან ფრთხილად ავიბარეთ სხვენში. სახლი კრამიტით იყო გადახურული. სხვენი მართლაც თივით სავსედ დაგხვდა. შევძვერი თივაში, გვერდიგვერდ მოვეწყეთ და მყდრებივით დაგვეძინა. გამომეღვიძა, საათზე დავიხედე, 4 სრულდებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაცის ყვირილმა გამომაღვიძა. გორას ნიდაყვი გავკარი, ეღვიძა. სწორედ ამ დროს გაისმა. ბიჭებო, ვიცით მანდ რომ ხართ. ჩვენ სამმართველოს ბადრაგი ვართ. გამოდით, გააძლევთ რუსი ოფიცრის სიტყვას, წაგიყვანთ ყარაგანდაში, მე-16 ციხეში და არა ბანაკში. გამოდით, ნუ გეშინიათ. თავიდან გამოვძვერით, კრამიტი ოდნავ ავწიე. გავიჭვრით სახლის წინ სატვირთო მანქანა იდგა, მერხებზე ჯარისკაცებით. მეორე მხარესაც ავწიეთ კრამიტი, სახლს ალყა ერტყა. კაკანაჩი ვიყავით ჩიტებივით გაბმოვლნი. დავიწყეთ ვითარების ანალიზი და განსჯა. ოფიცერმა იმავე სიტყვებით მოგმართა, რატომღაც დამახსოვდა, რომ პირველად რუსი ოფიცრის სიტყვასოს თქვა, ეხლა რუსი ოფიცრის პატიოსან სიტყვასო. აბა როგორ შეიძლებოდა ამ დამატებას არ მდობოდით. საკვირველი ის არის, რომ თითი არ დაუკარებიათ, არც გაულანძღივართ. დაგვადეს ხელბორკილები, ჩაგვაბარეს მე-16 ციხის მორიგეს და ამით გათავდა ჩვენი ძალის ხმევას. ვისხედით ჯერ მე-16, მერე სპასკის ციხეებში 2-ოდე. თვე. საქმის გამოძიება შეუდგნენ. გაგვასამართლეს 25 წელი თავიდან მოგვისაჯეს, ანუ სასჯელის ვადის ათვლა ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყო. რაც ნაჯდომი გქონდა დაიკარგა. ან რამ მნიშვნელობა აქვს 25 წლის პატიმრობას 2 წლით ადრე დაიწყებ თუ 2 წლით გვიან. ეხლა უკვე აქტივში თითოს 50 წელიწადი გქონდა. 24 თუ 26 საათი ვიყავით კარში. ჭკვიანი გამქცევი აყვანის შემდეგ იმევე ბანაკში არ დადგება, რომლიდანაც გაიქცა. მარბენლის დამყა აქვს, არ დადგება. უნდა ყველანაირი ხერხი იხმაროს, რომ როგორმე ფორმულარი შეაცვლევინოს. ფორმულარი, სადაც წითელი ფანქრის წერია, მარბენლობა. შემდეგ შეცვლილი სუფთა ფორმულარით. სხვა ბანაკში უნდა გადააბარგებინოს თავი. გასამართლებისა და განაჩენის მერე გორა და მე პესჩანლაგის მე-7 ბანაკში მიგვრეგეს. დღე იყო. პაპანაკება სიცხე. სამუშაო დროა, ბანაკში თითქმის არავინ არის. ჩამოვსხედით ბარაკის კიბეზე. ოფიცერმა გამოიარა. 2 ოდნა ბიჭით გაგწდა, შეჩერდა და ძალიან ჯავრიანად გვითხრა. Вы что, не знаете? Идет офицер. Должны встать и снять шапки. მე ვკითხე, а почему? ოფიცერი გაწიწმატდა და გვაცნობა. Знак уважения. Гора Мюго. Послушайте, если вы в своем уме, можете сообщить нам, за что мы вас должны уважать? ოფიცერი წავიდა, მაგრამ მოვიდნენ ზედამხედველები და წაგვიყვანეს იზოლატორში. 5 დღის მერე გამოგვიშვეს. ეს ოფიცერი გვარად ფადეევი ბრძანდებოდა. აღმრიცხველ სარეგისტრაციო ნაწილის უფროსი. კარგი კაცი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდის შემდეგ ერთი თვის თავზე რაღაცნაირად ვუყელე. საგრძნობ ფულად ფორმულარები შეგვიცვალა და კიდევ საგრძნობ ფულად სხვა ბანაკში ეტაპირებაც მოგვიხერხა. ბანაკის არა მოგახსენოთ, ნახევრად ბანაკი უფრო ერთხმოდა. იქ იაპონელი ტყვეები ჰყავდათ. ისინი შინ გაუშვეს. ბანაკი დაიცალა. მოსახლეობამ ისე გაქურდა იქაურობა, რომ ლამის საძირკვლებიც წაიღო. არც ერთი ფანჯარა, არც ერთი კარი, არა სამზარეულო, არა ტანსაცმლის საშრობი. ერთ საღამოს ნარებზე სველი ბუშლატებითა და ბამბის შარვლებით ვწევართ. ბარაკში ქარი თავის ნებაზე დადის. სადღაც თუნუქის ფურცელი გდია. ზედ ჭერიდან ნაწვიმარი წყლის წვეთები ცვივა. წკაპან-წკაპანი გააქვს. თითო წკაპანი ტვინის რომელიღაც უჯრედს ურტყამს და ისე ძალუმად, რომ გაგიჟება შეიძლება. ერთადერთი რაც მუშაობდა ამ ბანაკში რადიო იყო. ჩეკისტები ქვეყანა დაქცეულიყო რადიოსა და ბანაკის გაზეთს არ მოგაკლებდნენ. წევართ, გაქცევის ერთ-ერთ ვარიანტს ვამუშავებთ. დისტროფიკებმა ფიცრის დამტროები მოიტანეს, სადაც იატაკი იყო აღნილი.
იქ ცეცხლი დაანთეს. ქაშახის თავები მავთულზე წამოაცვეს. მავთულის ერთი ბოლო ერთს უჭირავს, მეორე ბოლო მეორეს და ატრიალებენ, სწვავენ. რადიოს ქაქანი გააქვს, უკანასკნელ ცნობებს გადმოსცემენ. ცნობა. В Москве, в Кремле товарищ Сталин дал обед в честь финской правительственной делегации. Прием прошел в непринужденной, теплой обстановке. Дистропикис реакция. Ну, падлы, они там себе натопили уж. ხმამაღლა ჯავრიანად იყო ნათქვამი. ბარაკში სიცილი ატყდა. დაძაბული, ნერვოზული ვითარება განიტვირდა. მე რატომღაც წარმოვიდგინე სტალინი, რომელიც მავთულზე ასხმულ ქაშაყის თავებს ცეცხლზე ატრიალებდა, ხოლო სტუმრები შამპანურს მიირთმევდნენ. მიტილენიჩი თავის კაბინეტში იჯდა. მაგიდაზე გადაშლილი სქელი საქაღალდე ედო და ფიქრობდა. კარგი, ეს აშნა აგერ საქმიდან ჩანს ტყვეობისთვის იჯდა. რამდენი ხანი? ვნახოთ. აჰა, გვიანა უყვანიათ. კარგარეთლის ბანაკებში ყოფნას აშნას ყოფნა ემთხვევა და სტეპ-ბლაგის მეორე განყოფილებაშიც ერთად მსხდარან. გასაგებია. აქედან იცნობენ ერთმანეთს. მერე გორა და ეს აშნა კაცის გატანისთვის რომ დაიჭირეს ჩვენთანაც ერთსა და იმავე ბანაკში იყვნენ. კეთილი და პატიოსანი. გამოდის აშნას მიერ წერილის მოწერა რეალობაა და არა ჭორი, თუ ვიღაცის ფანტაზია. ხომ შეიძლება იმავე წერილში ხსენებულიყო ოტრადას კომენდანტობა? შეიძლება და ისიც დასაშვებია, რომ შედარებით რაიმე ასეთი წერებულიყო, თუ გაგიჭირდა იცოდე აქ ვარ და მზად ვარ დაგეხმარო. სრულიად შესაძლებელია, მაგრამ რა ისეთი თაფლის ცხია კარგარეთელს, რომ ნაჯდომ ნაპატიმრალმა აშნამ ხელახლა ჩაიგდოს თავი ხიფათში. რატომ და ერთხელ უკვე ვთქვი, ეგენი სხვა სისხლის ხალხია მეთქი. არა, ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ ეს აშნა კარგარეთლისგან რაიმე მნიშვნელოვანი საქციელით იყოს დავალებული. ვთქვათ, როდესმე და სადმე სიკვდილს გადაარჩინა. ან რაიმე ასეთი. გორამ გამოიღვიძა. გზა დაინახა. ალაგ-ალაგ თოვლიანი, მაგრამ გაუძეკავი. დურბინში ისე ჩანდა. ბოლო მანქანას აქ რამდენიმე თვის წინ უნდა ჩამოევლო. ქარმა იცის, ზოგან ახალ თოვლს გადახვეც ხოლმე, ეს უკვე თითქმის ვასიუგანის შუაწელი იყო. აქედან სათავემდე 200-მდე კილომეტრი რჩებოდა გასავლელი. გორამ ზისამოსვლას დაელოდა. სექსტანტი მოიმარჯვა. ადგილმდებარეობა გაიგნო. სიარულის გეზი დასახა და გზას გაუდგა. სათავემდე 200 კილომეტრი რჩება, მეტი არა. მერე აშნამდე კიდევ 200. იქედან ხაბიბულამდე კიდევ 300-მდე, სულ 700. ხაბიბულასთან მარტის ნახევარში ამ ბოლოს უნდა ვიყო. დაუშვათ 18 მარტს. 18 დღე მარტისა და 28 დღე თებერვლისა და დღეს არიცხვია იანვრის 24-ია. ანუ 7 დღე იანვრის მიუმატოთ 28 დღე თებერვლის 35, 18 მარტისა სულ 53 დღე ღამე. მე კი 40 მჭირდება. კარგია. რა ვაკეთოთ? რამე გავიხსენოთ? მყრალი რაღაცეები ვთქვათ, რა ვიცი, თითქოს გონებაზე იყავი, რა მაგაფორი აქ. ცუდი წინადგრძნობა მაქვს დასწრილოს ღმერთმა. აი, გონსასეირო ამბები მომაგონდა. შაფრანოვისა ვთქვათ. მერე სხვისი. ეს ვლადიკავკაზში იყო პირველი გაქცევის შემდეგ ფეხი რომ მოვიკიდე. მეგობარი მყავდა ერთი კარგა მოზრდილი ქართლის საამქროს უფროსი, პაშა ერქვა. ხომ შეუძლიათ ადამიანებს ისე იცხოვრონ, რომ სხვები არ შეაწუხონ. პირიქით, ყველასთვის სასიამოვნონი არიან. პაშას რამდენ ადამიანთან ჰქონდა მხოლოდ სამსახურებრივი დამოკიდებულება, მკაცრი, უკომპრომისო, მაინც ყველა პატივს სცემდა. სიკეთე და სამართლიანობა. ეგრეა. პაშა და ის შაფრანოვი ერთ აივანზე ცხოვრობდნენ, გვერდიგვერდ. თითო ოთახი ჰქონდათ. შაფრანოვიც მარტოხელა იყო და რატომღაც მუდამ ღამის პირველის ნახევარზე ბრუნდებოდა, გარდა შაბათისა. შაბათს უფრო ადრე. ბრუნდებოდა და პაშას კარს მოგზალებით მიუკაკუნებდა. აქ მას მოთუხთუხე ჩაიდანი ელოდა. გაუყოფდა ხრიჭოში ადუღებულ ჩაიდანს, პაშა და ისევ მიხურავდა კარს. ეგ იყო მათი ურთიერთობა. მე პაშასთან საკმაოდ ხშირად დავდიოდი. ერთ შაბათს საღამოს შაფრანოვი ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა. ზაფხული იყო, აივანზე გამავალი კარი ღია გქონდა. მოვიდა შაფრანოვი, ზღურბზე დადგა. პაშამ შემოიპატიჟა. მობძანდითო.
შემოვიდა დაჯდა, საუბარი გაიბა. ეს ჩვენი ნაცნობობის პირველი დღე იყო. ამის მერე შაფრანოვმა შაბათობით სტუმრობას მოუხშირა და გამიშინაურდა კიდეც. ერთხელ მითხრა, საინტერესო ჩანაწერები მაქვსო. დიდი ცნობის მოყვარეობა არ გამომიჩენია, მაგრამ წავიდა და მოიტანა. ამ კაცს სურვილი ჰქონდა მის ჩანაწერებს გავცნობოდი. საოცარი გულახდილობა არა? მუშამბაში გამოკინძული სქელი იყო, ნახევარზე მეტად ჩანაწერებით აჭრელებული. გადავშალე, კითხვას შეუდექი. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, კაცობრიობის მწერლობის ისტორიას სხვა რამ ასეთი არ შეუქმნია. ყველა ჩანაწერი ამგვარი ხასიათისა გახდათ. ანონიმური წერილი რომ მივწერო მალკოვს. ცოლი ივანოვთან ყალატობს მეთქი. ან ერთი დასტოებს სამსახურს ან მეორე. ისიც შესაძლებელია რომ შერიგდნენ და მაშინ იქნება მათი ურთიერთობა საინტერესო საყურებელიო. ასეთი რამეც იყო. ხმა რომ დავყარო, ბოლო კი არ ჭამოთ, მოწამლულია მეთქი. გაგლოევი ერთავად ნიორსა და ბოლოქს რომ მიირთმევს, ნეტავ რას იზამს. ისიც კარგი იყო, უნდა გავიგო. პერვილის ცოლი ეკატერინა პავლოვნა, აბაზანაში რომ შედის და გასაპნული რომ იქნება, მალაკნების ხელით წყალსადენის მაგისტრალი გადავკეტო. მართალია შაფრანოვი ასე ვთქვათ, მხოლოდ შესაძლებლობებს იხილავდა. ჩადენით ამგვარი არაფერი ჩაუდენია. მაგრამ სურვილებიც ხომ ერთრამედ ღირს და ისიც თუ კიდევ დააპირებდა საკუთარ სიმხდალეს ვერ ძლევდა. კითხე, რამდენი წელიწადი იქნება, რაც ამ ჩანაწერებს აკეთებთ მეთქი? სინანულით მითხრა 15-ზე მეტიო. დრო არ ყოფნის, თორემ გაცილებით უკეთესი ოინების მოფიქრება შეიძლებოდაო. წავიდა შაფრანოვი. პაშა, ჩემზე მეტად იყო შემცფარი და როცა შაფრანოვის მიერ განზრახული ცოდვები მოვინელეთ, ასეთი რამ მიამბ. ნაცნობი ქალი მყავს ერთი, რატომღაც თავის განცდებს მიზიარებს ხოლმე. მერი ჰქვია. თავაშებულობის გამო ეგ მერი ქმარმა შინიდან გააძევა. რომელ გაძევებულ ქალს უთქვამს, ქმარმა გამაგდო. კეტით ნაგვემი რომ იყოს, მაინც თავისას გაიძახის, ძლივს მოვიშორე თავიდანო. იმ მერიმ სწორედ ამას მოანდომა მთელი სიცოცხლე და იმის სამტკიცებლად, რომ თავად მიატოვა ქმარი და არა ქმარმა იგი, ერთობ საინტერესო მეთოდს მიაგნო. დღიურების შეთხსა. ვითომ ყოფილი ქმრისა, სადაც საკუთარი თავი ანგელოზად ყავს გამოყვანილი. ხოლო ყოფილი ქმარი არა მარტო ნაცოლარზე თავდავიწყებით შეყვარებულ მამაკაცად, არამედ ყოველგვარი სისაძაგლის ჩამდენ ნაძირალადაც ზის და უკითხავს თავის ავანჩავანს. მოვიდა დრო და მერიმ დღიურები არ იკმარა. წერილების თხზას მიიღო ხელი. მომაბეზრა თავი, ყოველდღე მწერს, თავს იკლავს, შემირიგდიო. პაშას ეგ ნაამბობი იმიტომ დამახსოვდა, რომ თბილისში ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტობისას ერთ კაცს ძღრჭამიას ეძახდნენ. ზურგს უკან რა თქმა უნდა, მაჩვენეს კიდეც აგერ ის არისო. პაშას ნაამბობისა და ამ მეტსახელის მატარებელი კაცის ხვედრიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ დღიურმა როგორც ლიტერატურის ერთ-ერთმა ჟანრმა ჩვენს დროში სრულიად ახალი გამოყენება ჰპოვა. ძღრჭამიას შემთხვევაში დღიურმა საბედისწერო როლი შეასრულა. რა ქნა იმ იდიოტმა, არა? ქალი რას არ ჩაგადენინებს? აბეზარი და ერთობ თავისუფალი საქციელი სოლი ყავდა საცოტავს. სულელი უფრო ეთქმის. როგორ დღიურებს წერდა? გუშინ თუ დღეს ქმარს ვისთან უღალა, როგორ და რა პოზაში ჩაიდინა ეს, როგორი მამაკაცი აღმოჩნდა, როდის უნდა შეხვდეს კვლავ და სხვა ასეთები. ისე შანს სასტიკად ზულდა ქმარი. არიან ერთმანეთის ზულთ და რაღაც მიზეზების გამო მაინც ერთად ცხოვრობენ. ქმარმა როგორღაც იყო ცოლის დღიურები იპოვნა, ჩაათვალიერა და ლამის დასაბმელი შეიქმნა. მარტო იმიტომ კი არა, რომ ცოლის მხრივ მრავალგზისი და გამუდმებული ღალატის საბუთიერი დადასტურება ნახა, არა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რამდენიმე ასეთი ჩანაწერი იყო. გუშინ ჩემ საყვარელ მეუღლეს ისე ვაჭამე ჩემი განავალი. ლობიოში შეურიე, ვერაფერს მიხვდაო. ქმარმა განქორწინების საქმე აღძრა. პროცესზე მოსამართემ კითხა, რატომ ეყრებიო? მომჩივანმა მაგიდაზე ცოლის დღიურები დაუდო. ჯერ ცოლი ნახე და მერე ქმარი, წადი და ხელმეორე დაბრუნდი ასეთ საზოგადოებაში. ჩიტი ბდღუნად თუ ღირს. ერთი რომ იმ საზოგადოებაში დაბრუნება საქმე როგორც გინდა მოტრიალდეს, არ გიწერია. შენში რაღაც გართატეხა მოხდა. უიმედობამ, განხიბლვამ დაგრია ხელი. ამ ბოლო ხანებში გამოქცევის უაზრობას უმტკიცებს საკუთარ თავს. საზოგადოებაში დასაბრუნებლად გამოიქეცი, რანაირად დაბრუნდები, რა ხდება? რამ დასცა სული?
ჯანმრთელობის გაუარესებამ და დაღლილობამ? ამ კითხვებს პასუხი სჭირდება და დაუყოვნებლადაც. ან გზები უნდა გამოინახოს, რომ მხნეობა დაგიბრუნდეს და დანებების, ნებაყოფლობით ჩაბარების საუკეთესო ვარიანტი შეირჩეს. კარგი, ხო, ჩემთვის რაღაცას ვლაყბობ, რომელ დაბრუნებაზე, რა დაბრუნებაზეა ლაპარაკი. აი ეხლა, რადჩუკს გავიხსენებ და მთლად გადაირევი. ლენაზე, ოსეტროვოში, ოზიორლაგის ლაზარეთი იყო. დიდი 1200 საწოლიანი. სხვადასხვა განყოფილებებით. კალიმაზე შეძენილი კავერნული ტუბერკულოზით მიმიყვანეს. ამ სნეულებისავე წყალობით მოვხდი ოლიმიდან აღმოსავლეთ ციმბირში, თორემ შეიძლება იქვე დავეფალით. პრემატორაქსი გამიკეთეს, კურნალობდი, უსაქმო დავყიალობდი, მომპეზრდა, მუშაობა ვარჩიე. რენტგენ ტექნიკოსად დავდექი. ერთ მოზრდილ ძელურში იყო მოთავსებული რენტგენ კაბინეტი, ლაბორატორია და სტომატოლოგიური განყოფილება. იქაურობის უსტაბაში მეცსამსახურის კაპიტანი სოვინოვი იყო, თბილისელი რუსი. ქართულად მშვენივრად ლაპარაკობდა. აპარატურას დიდი ოთახი ეკავა. იქვე იყო ჩემი საბრძანებელიც. გრაფიების გასამჟღავნებელი სორო. ლაბორატორიაში 2 ქალი მუშაობდა. ოფიცრების ცოლები. ასეთივე ქალი კბილებს მკურნალობდა და ჩემნაირსავე სოროში მუშაობდა. კბილის ტექნიკოსი, პატიმარი საშა ქურდაძე. ყავდა დამლაგებელიც. ოკუპირებული უკრაინის რომელიღაც მივარდნილ სოფელში გერმანელების მიერ მამასახლისა დანიშნული რადჩუკი. 60 გადაცილებული დინჯი გლეხი. პატიმრები 3 ვიყავით. თავისუფალი მოსამსახურეები 4. ეგ არის. სიმართლე უნდა ითქვას, წესიერი ადამიანები იყვნენ, ლმობიერად თანაგრძნობით გვეპყრობოდნენ და შეძლების დაგვარად გვეხმარებოდნენ კიდეც. ნებადართული, ყოველწლიური 2 წერილის გარდა, არაოფიციალური გზებით მესამესი თუ მეათის გაგზავნაში, გარედან რაიმე პროდუქტების შემოტანაში და სხვა 1000 რამეში. ერთ დღეს მიღების დამთავრების შემდეგ სოვინოვმა გითხრა, გარე ძროხად დარკლეს, ხორცი იყიდება და თუ გინდათ შემოგიტანთო. რადჩუკმა ფული მისცა, ჯიგარი თუ იყოს 2 კილოგრამი შემომიტანეო. სოვინოვმა ასე პირველი საათისთვის შემოვალ, მოვიტან და აქ შემოვდებო. კარის თავზე თაროსავით რომ იყო, იმაზე მიუთითა. დავიშალეთ. ამბულატორიაში მარტო საშა ქურდაძე დარჩა. ყოველივე ამას დაემთხვა, რომ პათანატონს პატიმარი იყო გვარად იან და გვამი გაეკვეთა. ქაღალდში გახრეული პრეპარატი შემოიტანა. საშა ქურდაძეს უთხრა, ეს პრეპარატია, აგერ აქ ჩამოვდებ, პირველ საათზე სოვინოვის შემოვა ექსპერტიზაზე უნდა წაიღოსო. კარის თავზე ჩამოდო და წავიდა. პირველი საათი გახდა, საშა სასადილო წავიდა. რადჩუკი შემოვიდა, კარის თავზე შემოდებული რაღაც ნახა. გახსნა ჯიგარია. ისევ გაახვია და წაიღო. დამხანა გიყავდა ისიც ნამამა სახლისარი. ფაციუკი გვარად. ჩახრაკეს ბლომა ხახში იზღვიძლი და მიირთვეს ლამაზათა. სოვინოვი შემოვიდა. პრეპარატი მოიკითხა. ატყდა ძებნა და გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დადგინდა. სხვებზე მეტად პათანატომი ნერვიულობდა. ისე გაცხარდა, რომ რადჩუკს პალატაში მიეჭრა. პრეპარატი რატომ შემიჭამეო? კინაღამ გალახა. საცოდავ რადჩუკს პირიზღებინება აუტყდა. პატიმარი ექიმი რუდოვსკი რომ არა, საიქიო განაღდებული ჰქონდა. პაციუკმა ერთი კის თქვა, ბრეშუჯ და ქვაბში ცოტა კიდევ რამ იყო ჩარჩენილი, ისიც მიირთვა. სოკო? გახსოვსი სოკოები, კარჭაპში, ენისეიზე. კაცო, ისევ საზიზღრობები გაგონდება. მოეში მაგიებზე ფიქს. თავად მოდიან საზიზღრობები და მართალი ხარ, სულიერი განწყობილება მაქვს ისეთი, რომ საზიზღრობების მეტი არაფერი მაგონდება. არა, ჩემი საბანაკო ბიოგრაფიის მონაკვეთი მართლაც საგვირველებებით იყო სავსე. ნორილსკის აჯანყების დროს 6000 ქალის ერთდროული კივილი როგორი მოსასმენი იყო. წითელწყაროში ქალები ვირებს რომ აცილებდნენ, კარჭაპში სოკოებიანი კაცრები, კარჭაპს პუტორანა ერქვა. არა, ფატიანიხა, კი. იქ მთის მასივია, პუტორანა ჰქვია და კარჭაპს დაარქვეს. ფატიანიხა რას ნიშნავს? ვერაფერი დასკვნა ვერ გამოვიტანეთი. ის კარჭაპები გულაგის საკუთრება იყო. ენისეით ტაიმერის ნახევარკუნძულზე და უკან ეტაპებს დაასეირნებდნენ.
4 ტრიუმიანი ხის კარჭაპები იყო. ყოველ ტრიუმში 750 პატიმრისთვის მოწყობილი 4 სართულიანი ნარები იდგა. 4500 კაცი მოვყავდით. როგორი ჭედვა იქნებოდა? ტრიუმფს კარჭაპის ბაქნის დონეზე დიდი გისოსი ეხურა, 4 მეტრი 4 მეტრზე. იქ გუშა გიიჯდა, თვალს არ გვაშორებდა. ორი რამ იყო საკვირველი, ერთი ისა, რომ გუშაკს ჩვენზე მობჯენილი მზერა პრაქტიკულად არაფერს აძლევდა, რადგან იგი ტრიუმის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავდა და სიღრმეში რაც ხდებოდა, იმისი არაფერი იცოდა. რისთვის ღამ მოგციებოდა, თავისი ბინდით მოცული თვალებით ვერ გავიგეთ. წესდებით გათვალისწინებულ მოვალეობას ასრულებდა. რასაც და რამდენსაც ხედავ უთვალთვალე, აგერ ცოცხალი სამშობლოს მოღალატეები. რამდენი მტერი ყოლია ჩვენ საბჭოთა ადამიანებს. ალბათ მეორე საკვირველება ის იყო, რა გაძლება ჰქონდათ მამაცხონებულებს ამოდენა ხალხის ანაორთლი და სიმყრალე გუშაკს შიგ ცხვირში სცემდა და ვითომ არაფერი, წეკოს კვამლი რა სახსენებელია 1200 კაცის ამონასუნთქი, ამონაოფლი, გამონაბოლქვი და მთავარი პარაშების ოხშივარი. ეს ვეება კასრები პირდაპირ მის წინ სულ რაღაც 5 მეტრის სიღრმეში იდგა. დასწყევლოს ღმერთმა. ვერ იტყვი ვინ უფრო საცოდავი იყო ჩვენ, თუ ვოლოგდისა და პერმის ოლქიდან წამოყვანილი ის პატარა 18 წლის ბიჭები და რას არ უძლებს ზეხორციელი. კიდევ ერთი რამ, იმ კასრებს დღისით მზეს წვდებოდა. მშვენივრად იყო განათებული და როცა ზედ წამოსკუპდებოდა ვინმე, უმთავრესად კი 3-4 კაცი ერთდროულად, გუშაგი ისეთი რუდუნებითა და მოლოდინით ჩახურებდა ხოლმე, ვითომ აი ეხლა რომელიმეს უკანალიდან 60-ის ჩიტი უნდა გამოჰფრენოდა. ო, კარგი, ეგ უკვე ცინიზმია. ზღვას ნუ დავარღვევ. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ 7-ვე პარაშა რომ პირთამდე აივსო და გაჭირვებულები ვერსად ჩამომსხდარიყვნენ. ტრიუმის მამასახლისმა უფროსებს რამდენიმეჯერ შეახსენა, ზომები მიიღეთო, მაგრამ ამას არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ამასობაში პარაშებმა გაფუება იწყეს, ფეკალს ქვევიდან გაზები მოაწვა. კასრებმა თავებზე ვეებერთელა სოკოები მოიბეს. ქართლოს ახვლედიანი და მე ტრიუმის სიღრმეში ქვედა ნარზე ვიწექით. მითხრა აქედან ავიბარგოთ. ტრიუმის ბოლოში მესამე ნარზე ავიდეთ, ეს პარაშები რომ აფეთქდება, სეირს იქიდან ვუყუროთ. მეეჭვი გამოვთქვი, აქამდე ვერ მოგწდება მეთქი. თავისაზე დადგა, ცნობილი ბიოქიმიკოსი იყო, დამიყოლია. წავიღეთ თუ კი რამ გვებადა. მესამე სართულზე ჩამოვსხედით. იმ გუშაგივით დაუწყეთ ლოდინი, კარზე მომდგარ კატაკლიზმს. 5 წუთის შემდეგ ისეთი ბაგაბუგი ატყდა, მოზდოკის მისადგომები მომაგონდა. ერთი მეორეზე აფეთქდა სოკოები, როგორც ავტომანქანის შუბლის მინა, ან ყუმბარა დაიშალოს და გაიფრქვეს, სწორედ ისე მოხდა ყოველივე. ვოლოგდელ თუ პერმელ ბიჭს საგუშაგოს მიტოვება სამშობლოს ღალატად ჩაეთვლებოდა, ფეხი არ მოუცვლია, იქვე იჯდა და გმირულად იტანდა ყველაფერს. კაცო, რა არის ეს, რამდენ საზიზღრობას მოყვევი ხოლმე. თუ კი რამ ადამიანის საგინებელი იცოდი, როგორ ერთბაშად გადმოანდღიე, რა გემართება, მართლაც რა მემართება ნეტავი. ო, კარგი, მაშინ სპასკის ციხის უფროსად ვინმე კაპიტანი კრუგლოვი ბრძანდებოდა და მაგაზე მოუყვეთ. ჩამოყალიბებული თეთრთვალება ჯალათი. ერთ-ერთ საკანში იჯდა ბატონი ფირია. ეს კაცი სამხრეთ აზერბაიჯანს ომის დროს სტალინმა დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადებინა, იმ მთავრობაში განათლების მინისტრად იყო. დამთავრდა ომი, მთავრობა საბჭოთა კავშირში გამოიქცა. აქ ცნობილია, თავისი საქმე იცოდნენ და ფირიამ დანარჩენ მინისტრებთან და მესეურებთან ერთად ბანაკებში ამოყო თავი. ნამინისტრალი ფირია სპასკის ციხეში რაღაც საბანაკო დანაშაულისთვის ყავდათ. ერთ დღეს ფირია ტუალეტში გამოიყვანეს. ოდის პარაშა მოაქვს. დაინახა კრუგლოვის ზურგით დგას. მიუახლოვდა და განათლების მინისტრმა ის პარაშა კაპიტან კრუგლოვს თავზე წამოამხო. ასეთი ხუმრობები კრუგლოვს არ სიამოვნებდა და ფირიას რა დღეც დაადგა ადვილი წარმოსადგენია. ამის შემდეგ როცა პატიმარს პარაშა მოჰქონდა, ზურგით აღარასოდეს გაჩერებულა და აღარც ის დაუტრაბახია, ერთი კრუგლოვი მოსკოვშია, მეორე მე ვარო, რომელიც ადრევე დაიტრაბახა. იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გულისხმობდა. ოდი,
ვორობუშკინ უდოდოვის დუეტი გავიხსენოთ. სპასკის ციხიდან მეოთხე განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, მაშინდელი ამბები. არც სამუშაოზე მიშვებდნენ და თუ მეტეოსამსახური რადიოთი ბურანს იწინასწარ მეტყველებდა, კარცერში მივყავდი. იმ განყოფილებაში იჯდა ვინმე სიმორ გოლფანდი, რომლის წყალობითა და ჩემი უშუალო მონაწილეობითაც კვლავ სპასკის ციხეში ამოვყავი თავი, მაგრამ ჯერ სიმორისა და პოლკოვნიკ ვორობუშკინის ურთიერთობაზე ვიტყვი. სიმორის მშობლები 1923 წელს დაბრუნდნენ შეერთებული შტატებიდან თბილისში და ერთ-ორ წელიწადში ბიჭი გააჩინეს. სიმორი. იგი უკვე მედიცინის ინსტიტუტში სწავლობდა, როცა დაიჭირეს და 10 წელი მისცეს, არ ვიცი კოდექსის რომელი მუხლით. ამერიკელობდა მიუხედავად იმისა, რომ თბილისში იყო დაბადებული და საბჭოთა კავშირის მოქალაქე ბრძანდებოდა. შინიდან მიკროსკოპი გამოიწერა იმ დაპირებით, რომ ბანაკის საავადმყოფოს ლაბორატორიაში თავისივე მიკროსკოპით მიკრობიოლოგად იმუშავებდა. ანუ სამუშაო ობიექტებზე წერაქვის ქნევას დააღწევდა თავს. მიკროსკოპი მიიღო, დაპირება არავინ შეუსრულა. ხელსაწყო შემნახულ საკანში იდო. გოლფანდი კვლავინდებურად გაყინულ მიწას ებრძოდა, ჩვენი განყოფილების ოპერწმუნებულად კი პოლკოვნიკი ვორობუშკინი იყო. არმიამ თავისი უკვე დაბერებულ გამოთაყვანებული ოფიცრებისთვის გულაგთან შეთანხმებით გონება მახვილი ხერხი შეიმუშავა. გადაიყვანდნენ ასეთ ოფიცრებს გულაგის სისტემაში და ყავდათ. იქ, სანამ სამსახურის 25 წელი შეუსრულდებოდა, მერე მისცემდნენ შემდგომ ჩინს за безупречную службу. ვორობუშკინის შემთხვევაში გენერლობას ამასთან დაკავშირებულ სათანადო ხელფასს გაუფორმებდნენ, გენერლის პენსიას და მიდიოდა კაცი თავისი დანაზოგითა და პენსიით შედარებით თბილ სარტყელში საცხოვრებლად, სიცოცხლის ბოლომდე. ვორობუშკინი იმითაც იყო ორიგინალური, რომ სიმორს კვირაში ერთხელ თავის კაბინეტში იბარებდა და ერთსა და იმავეს ეკითხებოდა. გამოტყდით რა მიზნით, რა დავალებით გამოგგზავნათ შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზღვევო სამმართველომ საბჭოთა კავშირშიო. ამ შეკითხვას ჩაიწერდა და პასუხს ელოდა. პასუხი კი ყოველთვის ერთნაირი იყო. საქართველოში დავიბადე, ჩემი მშობლები რომ საბჭოთა მოქალაქეები გახდნენ, დაბადებული არ ვიყავი. მამა გარდამეცვალა, დედა ცოცხალია. როგორ გგონიათ? ჯერ გაუჩენელი არსების გადაბირების ტექნოლოგია ამერიკელებს დამუშავებული აქვთ. ეს პასუხი დიდი რუდუნობით შეჰქონდა პოლკოვნიკ ვორობუშკინს დაკითხვის ოკვლში. სიმორს ეუბნებოდა, თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო და ერთი კვირის შემდეგ იგივე მეორდებოდა. ვორობუშკინი კიდევ ერთ პატიმარს ჩააცივდა. რანაირად არაწვალა, მაგრამ აქ საქმე უფრო იოლად გადაწყდა. ეს პატიმარი წითელი ჯვრისგან იღებდა ამანათებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ყუთები წესისამებრ წითელი ფერის ტარსიკონის შემცვლელით იყო შეფუთული. ჩეკისტებს ნამდვილი ტარსიკონი ეგონათ. იმდენი აწვალეს საცოდავი უცხოელი, სანამ მიხვდებოდა საქმე როგორც იყო. უკეთ თქვათ, სანამ ეტყოდნენ, ეგ ტარსიკონი მოგვეციო. ცხადია მისცა, თითო ოფიცერს თითო. შეაკერინეს ბანაკის სახარაზოში ოფიცრებმა თავიანთი ცოლებისთვის ამ ტარსიკონის ჩექმები. პირველივე წვიმიანი ამიდის შემდეგ ყველას ფეხიდან დასცვივდა მონაპოვარი. შენ რა გაგიკეთა ვორობუშკინმა? ისა თქვი. ო მართლა. ეს უკვე სხვა ბანაკში მოხდა რეაბილიტაციების დაწყებამდე, მაგრამ მაშინ როცა იაპონელი მეთევზეები გაათავისუფლეს. ვორობუშკინი ამ ბანაკის ოპერწმუნებულად მომევლინა. რადგან ეს ბანაკიც მის განყოფილებას ექვემდებარებოდა. ეხლა რომელ იაპონელ მეთევზეებზეა ლაპარაკი? მეორე მსოფლიო ომში იაპონიას კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა საზღვაო სივრცეები წაართვა. იაპონელები რომ თევზის მრეწველი ხალხია, ქვეყანა მიწის. მიწასაც კი თევზით ანუღიერებენ. უხარისხო თევზი ცხადია. ისიც ცნობილია, რომ იაპონელთა თევზმჭერი ფლოტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და მოპოვებითაც პირველზე თუ არა ერთ-ერთ პირველ ადგილზეა დღესაც. ჩამოართვეს სათევზაო სივრცეები და ზოგიერთმა კომპანიამ ბრაკონიერობას მიიღო ხელი. ღამ-ღამობით ჩამორთმეულ წყლებში გადმოიპარებოდნენ, დაიჭერდნენ თევზს და ბრუნდებოდნენ. ეგ არის ყველა ვერ ბრუნდებოდა, საბჭოთა საზღვაო სასაზღვრო ძალები დანაშაულზე იჭერდნენ. ამას მოსდევდა ის, რომ შეინერის კაპიტანს,
შტურმანს თუ ბოცმანს და კიდევ ერთორ ან მეთევზეს რუსები აპატიმრებდნენ. სეინერს კონფისკაციას უკეთებდნენ. დანარჩენი პირადი შემადგენლობა ვლადივოსტოკში ჩახავდათ. იაპონიის საკონსულოს აბარებდნენ, ხოლო დაპატიმრებულები ბანაკებში მიყავდათ. ბევრს არა 2-3 წელიწადს უსჯიდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი კონტინგენტი არამც თუ არ მცირდებოდა, არამედ ახალ-ახალი მეთევზეების მოლალვით იზრდებოდა. მაშინ საამქროს უფროსად ვიყავი. 300 იაპონელი მყავდა. რა მუშები იყვნენ, როგორი შემსრულებლები და მუყაითები, არაფერს ვიტყვი. მთელი კაცობრიობისთვის ცნობილია. ერთ დღეს ხრუშჩოვმა მათი ამნისტია ბრძანა. იაპონელების შინ გაშვება სახლმშენებელი კომბინატის გაჩერებას ნიშნავდა, რადგან ჩვენი საამქრო იყო ყველაფრის თავი და თავი. გამომჭრელი საამქრო. ვის უნდა ემუშავა? რუსეთის უნივერსიტეტებიდან მორეკილ სტილიაგებს? ჯგუფური გათავისუფლებისას ბანაკებში წესი იყო და აყენებდნენ ორკესტრს, რომელიც უმთავრესად 3 მეტი 4 მუსიკოსისგან შედგებოდა, საყვირი, დოლი, კლარნეტი და კიდევ რამე. გამოვიდოდა სიტყვით ბანაკის კულტურულ აღზრდელობითი ნაწილის უფროსი და რომელიმე აქტივისტი. ორკესტრი ჭყვიტინებს, დგანან გახარებული იაპონელები. 300 კაცი და ელიან, როდის მორჩება ეს კომედია. მეც იქა ვარ. კიდევ ვიღაცა მილაპარაკა. ვორობუშკინმა თითით მიმიხმო. რაიმეს თქვი, შენი მუშები იყვნენო. ყოველ მათგანთან სათითაოდ ვიყავი გამომშვიდობებული. მიუგე, სიტყვას არ ვიტყვი, მაგრამ ნასიძიმასანს თხოვ გადაუთარგმნოს, რასაც ვეტყვი მეთქი. დამთანხმდა. ნასიძიმასანი გენერალი გახდათ. სამხედრო დამნაშავეობისთვის იჯდა. ხრუშჩოვის ამნისტია არ ეხებოდა. იქვე იდგა და ვთხოვე ეთარგმნა. Счастлив император, у которого такие подданные, как вы. ნასიძიმასანმა უთარგმნა. იაპონელებმა შინისკენ გასციეს. მე კარცერში წამიყვანეს. Трое суток с выводом на работу. სამი ღამე კარცერში მეძინა. დღისით საამქროში ვიყავი. Გავიდა ხანი და ვორობუშკინს ვკითხე. Гражданин начальник, за что вы меня посадили? А что, наши рабочие хуже японских? დაუყოვნებლივ შეკითხვით მომართა. აღარაფერი მithქვამს. ახლა იმ საქმეს მიუბრუნდეთ სპასკის ციხეში, კვლავ რომ ამოვყავი თავი და ერთობ დიდი ხნითაც. ვინმე კლია მიიღო ავსტრიელ გენერალად დასაღებდა თავს. ბანდერელებმა ეჭვი მიიტანეს, ჯაშუშიაო და დილა ადრიან თავში რაღაც ჩასცხეს. მსგავს შემთხვევაში ბატონი ლეიტენანტი უდოდოვი განყოფილების უფროსი პირადად იძახებდა ყველას, ვინც მისი აზრით ასეთიან ამგვარი დანაშაულის ჩამდენი იყო. მათ შორის გულისხმობდა მეც. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაში მხილებული ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი და არაერთგზისი პატიმრობის მანძილზე არ ვიყავი. დღესაც ასე მგონია, იმისთვის დამიძახა, რომ რამდენიმე დღით კარცერში ჩავესვი. მეტეოცნობა ბურანს ვარაუდობდა, თორემ ისიც კარგად იცოდა საკუთარი თვალით მენახა კლიმზე თავდასხმა ვერაფერს წამომაცდენინებდა. ერთი სიტყვით დამადგნენ თავზე ზედამხედველები. ჯერ კიდევ ლოგინში მწოლარეს. უნდა წამოვყვეო, უთხარი წადით ჩავიცვამ და მოვალ მეთქი. ალბათ მასპინძლობის გამო ნომერ პირველ ბანდიტად მთვლიდნენ ბატონი უდოდოვიც, ზედამხედველებიც, მაგრამ ჩემზე ძალადობას ვერ ბედავდნენ. იმ შემთხვევის შემდეგ, როცა ბურანის გამო საჯარიმო ბანაკში ერთ-ერთ ჯდომისას ეზოში 4 ზედამხედველს ყასიდად პარაშის კეტით ვზდიე, ძლივს გამასწრეს. ასე იყო თუ ისე ჩავიცვი. დავნაყდი. მოვიმარაგე წეგო ასანტის ხუა, ღერები რა თქმა უნდა, ისე რომ ჩხეკისას ვერ ეპოვნა და დავადექი გზას ადმინისტრაციის კორპუსისკენ. მიუახლოვდი. ხედავ, მოპირდაპირე ბარაკიდან ზედამხედველებმა სიმორი გამოაბრძანეს. დამინახა მეცა, ვითომ ყუში რაღაცის ჩაჩურჩულება უნდოდა და ბუშლატის ჯიბეში, როგორც მას ეგონა, ზედამხედველებისგან უჩინრად დანა ჩამჩარა. არაფერი ერთი პატარა ბებუთი იყო. ზედამხედველები მეტაკნენ, წამოდი უფროსებთანო, უარი ვთქვი, აგერ ტუალეტი, მოვისაქმებ და თავად მოვალ მეთქი. ვერაფერი შემომბედეს, წაიყვანეს სიმორი. კორპუსში შევიდნენ, მე მართლა ტუალეტს მივაშურე, დანა ორმოში ჩაუშვი და უდადოს ვიახლე. ეს კაცი
თეთრ თვალება სადისტი იყო. პოლკოვნიკობიდან სწორედ პატიმრებზე ძალადობისთვის ლეიტენანტობამდე დაქვეითებული. ეგ არის თანამდებობა მაინც შეუნარჩუნეს. იყო ამ კაცში რაღაც ქალური, სახელდობ, ხმის ტემბრი და ზოგი მანერა. ასეთი დიალოგი გაიმართა. რა ჩაგიდოთ გოლფანდმა ჯიბეში? თითის სიმურს მიაბჯინა. არაფერი მოქალაქე უფროსო. წამოხდა და მომაძახა. იცოდეთ ჩემს ხელში ვერც ერთმა ბანდიტმა ვერ გაიხარა, ვერც თქვენ გაიხარებთ. ვიცი ბატონო უფროსო, ეგ ჭეშმარიტებაა, თქვენს ხელში თქვენც კი ვერ გაიხარეთ. წაათრიეთ, ორივე წაათრიეთ, წაგვათრიეს. უკეთ თქვათ ძალიან ფრთხილად შეიძლება ითქვას მოგზალებით წაგვიყვანეს. ჩემს გვერდით საკანში სიმენიცა აღმოჩნდა დამწყვდეული, ძალიან ორიგინალური კაცი. მისი შემყურე ბევრ საინტერესო აზრს ვეზიარე. ბანაკებში სიცოცხლესა და სიკვდილსაც თავისი კანონზომიერებები აქვს. ვინდა რატომ კვდება, არ გულისხმობთ ბანაკში უკვე სერიოზული დაავადებებით მოდის და საჭირო მოვლის მკურნალობის უქონლობის გამო მალევე იღუპება. ჯანღონით სავსეებზე ვამბობ. პირველი 4-5 წელიწადი კრიტიკულია მათთვის, ვინც დარდის ზომაზე მეტი იცის. დაკარგულ კეთილდღეობაზე ოჯახზე, ამ ქვეყნიურ უსამართლობასა და განუკითხაობაზე დარდი. მათი გონება ისეთი ფიქრისთვის ვერ იცლის, რომელიც არც გულს გაგიწვრილებს, არც დაგტანჯავს. პირიქით, გაგართობს და ყველანაირ სადარდებელს მიგავიწყებს. ისინი განუწყვეტლივ ტრაგიკულ ვითარებათა ტყვეობაში იმყოფებიან. ფიქრის დროს უკიდურესობაში ვარდებიან. თითქმის ხელოვნურად იწვევენ უარყოფითი ხასიათის სტრესებს. შედეგად ნერვული სისტემის პათოლოგიას და ამას რომ დაავადებები და სიკვდილი უნდა მოყვეს თავისთავად ნათელია. ისეთებიც არიან, ვისაც ესმის, რომ საიქიოს გზაზეა შემდგარი, ნებისყოფის მოხმობით ეუფლებიან თავს. მოდარდეობას სახადივით მოისტუმრებენ და გათავისუფლებამდე სიცოცხლესაც სწორედ ამის წყალობით ახერხებენ. ყველაზე მეტ ზარალს შურიანი და ცინიკოსები განიცდიან. კარშიც ხომ ასეა, დაბოღმილ, გაბოროტებული სხვებზე ადრე იხოცება. დასანანია ამის სტატისტიკას არავინ აწარმოებს. კანადელმა პროფესორმა გვარად სელიემ 18 წელიწადი იმუშავა და კაცობრიობას უთხრა, ნუ რა ვისი და ნუ რაფერი გშურთ, სიძულვილს ახლო ნუ მოუშვებთ, რამ სიკვდილს თავადვე მოისწრაფებთ. მოკლედ, უდოდოვმა თავიდან მომიშორა. მარბენლებს ასე ექცევიან ბანაკის უფროსები, მე რატომ უნდა გამექცეს, სხვას გაექცეს. ეგ არის პასკის ციხეს გამქცევი არ ახსოვს. 8 თუ 9 თვე ვიჯექი, იქ მერე ყველას ხელი დაგხვიეს, მაი კუდუკის განმანაწილებელ ბანაკში მიგვრეკეს ტაიმერის ნახევარ კუნძულზე ეტაპირებისათვის. მე რომ სპასკის ციხეში ვყურყუტებდი, მამაძაღლი უდოდოვი აქ გადმოიყვანათ უფროსად. ეტაპირებისთვის პატიმრებს უკვე ეშელონის ბადრაგი იბარებს ხოლმე თვლითა და საგულდაგულო ჩხრეკით, რომ რკინისა და სხვა მჭრელი საგანი ვაგონში არავის არაფერი შეხვდეს. კედელი არ გაიჭრას და გაქცევა არ მოხდეს. ჩხრეკა ასე ხდება, ორი საბანია გაშლილი, ერთზე დგება პატიმარი, იხდის ყველაფერს, დედიშობილა გადადის მეორე საბანზე, იქ კიდევ საგანგებო დათვალიერება ხდება. პირში ან სწორ ნაწლავში ხომ არაფერი აქვს მიჩქმალულიო. ამასობაში პირველ საბანზე დაყრილ უკვე გაჩრეკილ სამოსელს მეორე საბანზე ხრიან. პატიმარი იცვამს და მას ეშელონის ბადრაგი სხვა უკვე დაჩხრეკილ, ესე იგი ჩაბარებულ მიღებულ პატიმრებთან სვამს. მეორე საბანზე ვდგევარ და ველი, როდის გადმომიგდებენ საცვალსა და შარვალს. საიდანღაც გამოთხრა უდოდოვი. პირველ საბანთან მივიდა. ჩხრეკავმა სწორედ ამ დროს ჩემი ხალათი ჯიბიდან თხელი ალუმინის ათუთუნი ამოიღო. ალუმინის ვაგონში შეტანა აკრძალული არ არის. ამ კოლოფში მქონდა უკანასკნელი საბრალდებო დასკვნა, განაჩენითურთ. სადაოდ ვთვლიდი. საჩივრების საფუძვლად ვიყენებდი და პირველი გაქცევის პერიოდში შეძენილი. უსაყვარლესი მეგობრის ბიჭუნას, ჩემი ნათლულის ფოტოსურათი. უდოდოვმა ხელი გაიშვირა. ებადრაკი მკოლოფი მისცა. უდოდოვმა ხუფი ახადა, ამოიღო, რაც შიგიდო და თვალიერება შეუდგა. ჯერ საბრალდებო დასკვნა და განაჩენი ჩაათვალიერა და მითხრა. Эти бумажки вам уже не нужны, დახია და გადაყარა. ახლა ბიჭუნას სურათს დაუწყო თვალიერება. დახია და მითხრა.
Это вам тоже никогда не понадобится. Оттуда не возвращаются. Послушай, лейтенант Миугеме, ты ведь знаешь, нет дыры, откуда я не смог бы уйти. Я знаю, ты недавно снова женился. У тебя грудной ребенок. Запомни. Уйду. Твою ляльку в люльке удушу. უდოდოვი გაფითრდა. ცოტა ხანს მიყურა და უხმოდ გატრიალდა. მართლა ვიცოდი, რომ მაგნის ბავში ჰყავდა. ის სიტყვები ბიჭუნას სურათის დახევა მათქმევინა, თორემ არც იმ მუქარი სამსრულებელი ვიყავი და ღმერთს წასვლის საშუალება მოეცა. უდოდოვისთვის მოვიცლიდი. მას მერე 2 წელიწადი გავიდა. უკვე ტაიმერზე ვიხდიდი ჩემს 75 წელიწადს. კარაგანდიდან ეტაპი მოვიდა. ამბავი ჩამოიტანეს უდოდოვი ფსიქიატრიულშია. იმ ახირების გამო, რომ ღამღამობით წამოვარდნა დასჩემდა. აკვანს ეცემოდა ხოლმე და გახვიროდა, ბავშვი დამიხრჩვესო. არ ვიცი მართალია თუ არა, კაცმას თქვას, ენას არავის ვეწეოდი. ასე ჰაიჰარად რატომ მეტყოდნენ? ახალგაზრდა ვიყავი, ფიცხი, სწორად მოვიქეცი, რომ დავემუქრე. ეგაც არაფერი, ჟოლტი ოაზისს არ გავიხსენოთ? გავიხსენოთ. კაი რამეა, რაგვარისა იყო ის ოხერი, რაგვარისა და კაცაბერიძე. ეს მაშინ იყო ეტაპით კარაგანდაში რომ მივყავდი. არ მინდოდა კარაგანდა. კომი მინდოდა. ანტისან ვორკუტის ბანაკები. იქ ზმაკაცები მყავდა ამირან მორჩილაძე, რეზო ტყავაძე, ტარიელ ქუთათელაძე, საშა პაპავა და ვინ იცის კიდევ რამდენი და ვინ. ამისთვის საჭირო იყო ეტაპს ჩამოურჩენილიყავი რამენაირად. იმდენმა ჯდომამ ხომ ათასნაირი მამაძაღლობა მასწავლა და მათ შორის თავის მოგიჟიანებაც. კიდევ ერთი საშუალება არსებობს, საქმის მოპარვა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია იმ პირობებში, როცა შენ ვაგონ ზაკის კუპეში ბრძანები და პატიმართას საქმეები ბადრაგის უფროსის კუპეშია. ერთი სიტყვით მოგიჟიანება გადავწყვიტე. ძნელი ამბავია. განაბული უნდა იჯდე, არავის არაფერზე პასუხობდე. ქვეშ ისვრიდე და არაფერს ჭამდე. დრო და ადგილით საგანგებოდ არის შესარჩევი. ასე უნდა, რომ გულაგის რომელიმე ფსიქიატრიული საავადმყოფოს შორს არ იყოს, ან მატარებელი, რომელსაც მიყავხარ, იმ ქალაქზე გადიოდეს. სადაც ეს საავადმყოფოა. აუცილებელი არ არის საავადმყოფომ დაავადებულად გხსნოს. თავარია ეტაპს ჩამურჩე, დანარჩენი მერე მოხერხდება. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგზელოთ. ყაზანში ჩამოვსვეს. სანიტრებს ჩააბარეს პატიმარი, იაგორ კარგარეთელი და მატარებელმა კარაგანდისკენ გასწია. მიმაგრიალეს საავადმყოფოში, საეტაპო საკანში მიკრეს თავი. წინააღმდეგობას უწევდი მოგიჟიანების პროგრამის თანახმად. შემაგდეს, ამდენი გიჟი ერთად სურამში ბავშვობისას დავყავდი დედმამას, იქაურ საგიჟეშიც არ მინახავს. დიდი საკანი იყო და გატენილი. მივეგდე კუთხეში. იქაურების შესწავლას მივყავი ხელი. ეს ყვითელი ოაზისი ასეთი წარმომავლობისა გახდათ. ზუსტად არ ვიცი როდის, მარტინ ლუთერის მოძღვრების აღსარებელთა ეკლესიამ. ყაზანიდან 2 კილომეტრის მანძილზე მონასტერი დააარსა. ცხადია, ნამონგოლარ მაჰმადიანთა ლუთერის ჭკუაზე მოსაყვანად. თავიდან ერთი კორპუსი იყო, მერე 2 თუ 3 გაჩნდა, გოთური სტილის სახურავებითა და კეხზე ამოყვანილი საკვამურებით. საკვამურები მწკრივად, სიგრძივ იყო ამოყვანილი. ეს დეტალი შემდგომი ამბებისთვის არის საჭირო. როცა რევოლუცია ლუთერის მოძღვრებას არ დაეთანხმა, მონასტერი გულაგს გადასცეს. ო, ვზივარ კუთხეში მიყუჟული, ვითარებას ვსწავლობ. დროდადრო სანიტრებს ავადმყოფები კომისიაზე გაყავთ. ზოგს აბრუნებენ, ესე იგი ავადმყოფობა არ დაუდასტურდა. ზოგი აღარ მოყავთ. ჩემი მოსაზრებით ამათ პალატებში ანაწილებდნენ. კარი გაიღო, სადილი შემოიტანეს. ჩამორიგება შეუდგნენ. ჩვეულებრივი ბალანდა და პურის ნაჭერი, როგორც ბანაკში. დაარიგეს, წავიდნენ. ერთი მეზღვაურის ფორმიანი ავადმყოფი იყო. ექიმი როზენბერგი იმასთან ქონდრის კაცად გამოჩნდებოდა. საჭმელს ხელი არ დააკარა, ზის, რაღაცას ბურტყუნებს. მის მოპირდაპირე საწოლზე კაცია. აი, ჩემი ზმანებების ნეტარევი ჟღალი და გაბანჯგლული. ჟღალმა თავისი ულუფა მიირთვა.
წვერულ ვარზე ხელის გული ჩამოისვა, ტაში შემოჰკრა და ასა დაიძახა. მეზღვაური ზეზე წამოიჭრა, ხელები გაშალა, თავადაც ასას ზახილსა და ცეკვას მოყვა. მამა ძაღლს ხმა ჰქონდა, კედლებიდან ბათქაშ ჩამოიღებდა. სანამ მეზღვაური ერთობოდა, ჟღალი მივიდა და მისი ულუფა ბალანდა და პური წამოიღო და ჭამას შეუდგა. მეზღვაური ცეკვავდა, ღრიალებდა, ჟღალი დროდადრო ტაშას სცემდა. ამ ყვირილზე სანიტრები შემოცვიდნენ, მეზღვაური გაკოჭეს. დამაუკებელი პერანგი ჩააცვეს და გავიდნენ. ჟღალმა ჭამა დაამთავრა, ჯამი იქვე დასდო, საიდანღაც წამოიღო. ცოტა ხანში სანიტრები დაბრუნდნენ. დაშოშმინებულ მეზღვაურს პერანგი გახადეს, საკანი მიწნარდა. ცხოვრება უწინდელ კალაპოტში ჩადგა. დილიდან ისევ დაიწყო ავადმყოფების გაყვანა, ამჯერად კაიბლომად გაიყვანეს. ისევ დადგა სადილის დრო, ისევ ჩამოარიგეს საკვები და განმეორდა იგივე. ჟღალმა დაიძახა ასა, შემოჰკრა ტაში, წამოვარდა მეზღვაური, გუშინდელზე მეტი ღრიალი და ცეკვა შექმნა. ისევ შემოცვიდნენ სანიტრები, ვეება მეზღვაურს ისევ ჩააცვეს პერანგი და ჟღალმა ისევ მიირთვა მეზღვაურის ულუფა. მესამე დღესაც ასე განმეორდა, მაგრამ მეოთხე დღეს ჟღალსაც პერანგი ჩააცვეს, გაუგეს სანიტრებმა, რომ მეზღვაურს ეს აგულიანებდა. პერანგის ჩაცმა საკმაოდ მტკივნეული პროცესია და ჟღალმა ქართულად შეიგინა და ვაიდედაც დააყოლა. თუ პირიქით იყო ჯერ ვაიდედა და მერე მსუყე გინება, ამას მნიშვნელობა ახლა არ აქვს. მეხუთე დღეს კომისიაზე დილიდანვე გამიყვანეს. რა თქმა უნდა გამიგეს, ვერაფერი გიჟი ვიყავი და საკანში შემომაბრუნეს. არა, არც დამიმალავს, რომ ეტაპიდან ჩამოსარჩენად მოვიგიჟიანე თავი. ასე იყო თუ ისე, ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ ჟღალი კაცი ქართველია და არც ავადმყოფია. რა ქნაო ხელმა? სადილე რომ შემოიტანე, საბანი თავზე წაიხურა და გაყუჩდა. ეს ალბათ იმიტომ დავარწმუნო, რომ გიჟი ვარ და მეზღვაური ჩემს ჩაურევლად იძახის ასას და ცეკვავსო. რა ვიცი, იქნება სხვა რამ მოსაზრებაც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში საჭმელს არ გახკარებია. საბან წახურული იწვა, მაგრამ სანიტრების გასვლა იყო, საბრიდან ხელები გამოყო, ტაში შემოკრა და გაინაბა. მეზღვაურმა იგივე გაიმეორა, რასაც ყოველთვის ჩადიოდა. სანიტრებმაც თავის იქნეს, ჩააცვეს. ჟღალმა როცა მეზღვაურს პერანგი გახადეს, მაშინღა მიირთვა საკუთარი ულუფა და ამით დაკმაყოფილდა. კიდევ 2 დღის მერე საკანი თითქმის დაიცალა. მეზღვაური კომისიაზე გაიყვანეს და სულ მალე დააბრუნეს. 4-5 კაცი ყავართ. სადილი შემოიტანეს. ჟღალმა ისევ გამოყო საბრიდან ხელები, ტაში შემოკრა და ასსაც დააყოლა. მეზღვაური წყნარად წამოდგა, საბან წახურულ წამქეზებელს თავზე დაადგა და უთხრა: ასა და ტვაიუ მать! ხელზე აიტაცა და ღმერთი და რჯული საგნის ერთი კედლიდან მეორემდე დაუწყო ტყორცნა. რომელიმე დაცლილ საწოლზე დააგდებდა. მივიდო და აიყვანდა, ახლა აქეთა ცარიელი ლოგინისკენ გადმოისროდა. თან უტყამდა კიდეც, ძლივს დავაოგე. მარტო მე ჩავერი ესხებს იმედი, თუ ჰქონდათ კომისიაზე იქნება მეორედ გამიყვანონ და ავადობა დამიდასტურონო, გიჟი არავის ჩხუბში არ ჩაერევა. რა დასამალია, იმ კაცაბერიძის ხსნის პროცესში მეც კარგებისა მომხვდა. ასე დასრულდა 3 სიმულანტის ურთიერთობა. დასრულდა იმიტომ, რომ პროსკუროვი თურმე ისევ გავიდა კორპუსის კებზე. მის მაგივრად გამიყვანეს სამზარეულოსთვის შეშის საპობად, ხომ თავად ვაღიარე კომისიაზე სიმულანტობა, მუშა სჭირდებოდათ და გამიყვანეს. ხო, ის პროსკუროვის საინტერესო ტიპი იყო. მისი ავადმყოფობა გამოიხატებოდა იმ აკვიატებულ შეხედულებაში, რომ საბჭოთა სოფლის მეურნეობის მომავალი აღმავლობა საბჭოთა მეურნეობების წიაღშია და არა კოლმეურნეობებისა. ამასთან ამ იდეე ფიქს მხოლოდ დროდადრო ამჟღავნებდა. უმეტესწილად 1-7 მუყაითი კაცი იყო და შეშას აპობდა. ერთი სიტყვით ქრონიკულს რომ მეტყვიან ის იყო. თავისი ასეთი შეხედულებისა თუ თვალსაზრისის აუდიტორიასაც ერთობ ორიგინალურად აგროვებდა და აი როგორ. კორპუსის გოთური სახურავის კეხზე ამოყვანილ საკვამურებზე გადიოდა. იქიდან გადაგებდა საქმე ის არის, რომ ქალაქის განვითარება ზრდამ ყოფილი მონასტერი და ახლა უკვე გულაგის ყვითელ ოაზის საწოდებული ფსიქიატრიული საავადმყოფო ქალაქის ფარგლებში მოაქცია. გრძელი 5 თუ 6 საკვამურს ერთად ჰქონდა თავი მოყრილი. ორატორს 4-5 ნაბიჯიანი
პრომენადის საშუალებაც კი ჰქონდა. სანიტრების და საბედნიეროდ პროსკუროვს კეღზე ასვლის მოთხოვნილება მხოლოდ 2-3 თვეში ერთხელ ეწვეოდა ხოლმე, თორემ შეშტილის იქიდან ჩამოყვანა სახომარო საქმე ხომ არ იყო. სანიტრები სხვენიდან სახურავზე გამოსაზრომ სამერცხულს აქეთ გამოსვლას ვერ ბედავდნენ. ყოველ მათგანს ოჯახი, შვილები ჰყავდა და არც მარტო ხელა სანიტარს ექნებოდა მესამე სართულის გოთური სახურავიდან დაცურებისა და მიწაზე ზღართანის მოდენის მძაფრი მოთხოვნილება. პროსკუროვს, როცა აუდიტორია დაღამების გამო შემოაკლდებოდა, იქვე საკვამურზე ეძინა და დილა ადრიან კვლავ იწყებდა ხოლმე ქადაგებას. ჩემი აზრით, ნობელის პრემია ეკუთვნის იმ სანიტარს, რომელმაც პროსკუროვის მეოთხე ასვლაზე ასეთი ფანდი მოიგონა. 2 თუ 3 დღე ქაქანი დააცადეს და საღამოთი სამერცხულიდან პური დაანახეს. პროსკუროვი ცხადია მშიერი გახლდათ და პურის გამოსართმევად ჩამოვიდა და აი, აქ დასრულდა ამბავი. დროებით, რა თქმა უნდა. შეაგდეს პალატაში პროსკუროვი. გადაუვარა აკვიატებამ, გამოიყვანეს სამუშაოდ. მე რომ პროსკუროვის მაგივრად შეშის საპობად გამიყვანეს, იმითაც იყო გაპირობებული, რომ ორატორს ამჯერად მთელი კვირის საკვები ჰქონდა ატანელი სახურავის კეხზე და მისი ჩამოყვანა უახლოეს დღეებში შეუძლებლად იყო მიჩნეული. და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემი ოაზისში ყოფნისას მოხდა. კუზნეცოვი, ღმერთო ჩემო, საიდან რას არ შეხვდება კაცი. ნორილსკის საზიზღარი ზამთარი იყო. ქალაქის მშენებლობაზე ვმუშაობდით. სამუშაო ზონასა და ბანაკ შორის მავთულ ხლართის დერეფან ორღობი იყო გაკეთებული. მე ღამის ცვლაში დავდიოდი, ანუ კარგად გამოძინებული ბრუნდებოდი ბანაკში. გათენდა, ღამის ცვლა და დღის ცვლა იმ დერეფანში ხვდებოდით ერთმანეთს. მივდივარ სახეზე ნიღაბი მაქვს, პურგაა, მავთულ ხლართებს იქეთ ცხვირის ტყავის ორმა ქურქებში გამოხვეული გუშაგები კონტროლში ტლამობენ გათბობას. შორიდან დავინახე, დავითი მოდიოდა რობაქიზე. გამისწორდა, ნიღაბი აიხადა, წამით გაჩერდა, ყურში ჩამჩურჩულა, ჩაძაღლდაო და გზა განაგრძო. სტალინს გულისხმობდა. მართალია მოულოდნელი არაფერი იყო, რადიოქსელი მისი ავადმყოფობის ცნობებს სისტემატურად გადმოსცემდა, მაგრამ ცნობა მაინც შემძრა. ვიღარ შეძრა. მივედით ბანაკში, ნარზე ჩამოვჯექი, ფიქს გავყევი. კოლია კობჟიცკი მომიჯდა. ისიც შეფიქრიანებული. რატომღაც განზე გავიხედე. ფანჯარასთან ჩვენსკენ ზურგით ვიღაც იდგა. მხრები უძაგძაგებდა, ცხადი იყო ტიროდა. კოლიას პლავი გავკარი, შეხედე მეთქი. კოლია ადგა. ტირალთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო. შემოაბრუნა, კუზნეცოვი იყო. ჯალათო რა გატირებს, შეუდია კოლამ. კუზნეცოვი გერმანელების პოლიციაში იყო ნამსახური, 20 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი. იყო ასეთი პერიოდი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრეტებზე ხელი აიღო. წობილების ჰუმანურობის სადემონსტრაციოდ. დასახვრეტებს კატორღულ სამუშაოებს უსჯიდნენ, მაგრამ ასეთთა უმრავლესობა ჩვენთან ჩვეულებრივ ბანაკებში იხდიდა ვადას. რის წყალობითა და რა ნიშნით გაუგებარია. მე ჯალათი არა ვარ. უდანაშაულ გზი ვარ. სტალინი გარდაიცვალა, რა გვეშველება, როგორღა ვიცხოვროთ, რა იქნება. კოლიამ კუზნეცოვს ერთი მაგარი სილა გააწნა, დაბრუნდა და მომიჯდა. კარგახანი გავიდა, მორდოვეთის ბანაკებში მივიყვანეს, რომელიღაცა გაქცევის შემდეგ. კუზნეცოვი იქ დამხვდა, ოპერწმუნებულის ყვავად, ანუ გამომძახებლად ემსახურებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. ეს ის დრო იყო, როცა ხრუშჩოვი ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები პატიმარი ჰყოლოდა და ნორილსკის აჯანყების შედეგად ეგრეთ წოდებული პირობით ვადამდე გათავისუფლების კამპანია მიმდინარეობდა. მოდიოდა სასამართლო, ბანაკის ადმინისტრაციის მიერ დადებითად დახასიათებულ და ასე გასათავისუფლებლად წარდგენილი პატიმრების ხელახლა გასამართლებას ახდენდა. და როგორც წესი ყველა სათავისუფლებდა. მოვიდა სასამართლო. ბანაკის სასადილო პატიმრებით არის სავსე. ორ მაგალითს მოვიყვა. დაუძახეს გიგა ყიფშიძეს, რომელსაც 3 წელიწადი ჰქონდა მისჯილი. გვარი სახელი, მამის სახელი, პროფესია, თანამდებობა. ქალაქ სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი. ხრუშჩოვის იმ ცნობილი წერილის პარტკომის ხდომაზე წაკითხვის შემდეგ დათვრა. ხრუშჩოვის სურათი ჩამოხია. მოსამართლემ საქმე ფურცლადას თქვა. За этот царь-батюшка 10 лет давал.
სასამართლო გავიდა. 5 წუთში დაბრუნდა. გიგა ყიფშიძე გაათავისუფლეს. მერე კიდევ რამდენიმე საქმე გაირჩა. ესენის გაათავისუფლეს. ახლა კუზნეცოვს გამოუძახეს. მგონია სულ ბოლოს მოსამართლემ ამისი საქმეც ფურცლა დიდხას დაკვირვებით ფურცლა და შეეკითხა. კუზნეცოვ, როგორ აღმოჩნდით მედვედევის სახლთან? შინ ვიყავი რაღაცას საქმობდი. ივანოვი მოვიდა მითხრა მედვედევი თავის სახლშიაო და მიბრძანა წავყოლოდი, რა მექნა, წავყევი. ვინ იყო მედვედევი? პარტიზანული რაზმის მეთაური. რა მოხდა მერე? მერე ჩვენ, ანუ პოლიციამ არა, დიახ ჩვენ ალყა შემოვარტყით სახლს და დავიწყეთ ყვირილი, რომ მედვედევი გამოსულიყო და ჩაგვბარებოდა. მედვედევი არ გამოვიდა, სიტყვა ჩამოართვა მოსამართლემ. მერე რა იყო? მერე ივანოვმა კანისტრით ბენზინი მოიტანა. ივანოვმა კი არა, თქვენ მოიტანეთ, კუზნეცოვ. არა, ღმერთმანი ივანოვმა მოიტანა. განაგზეთ. როცა მედვედევი მაინც არ გამოვიდა, ივანოვმა სახლს ბენზინი შემოასხა. კუზნეცოვ, აქ თქვენი ხელით ნაწერი ჩვენებებია, რომ ბენზინი მოიტანეთ თქვენ. თქვენვე შემოასხით მის სახლს და თქვენვე წაუკიდეთ ცეცხლი. დაიწყო ფიცი მტკიცი. მაშინ მოსამართლემ კუზნეცოვის ჩვენებები წაიკითხა და უბრძანა ეთქვა. შემდეგ რა მოხდაო? როცა სახლს ცეცხლი წაეკიდა, იქაურობა კვამში იყო გახვეული, აღარაფერი ჩანდა. სახლს უკან ხელყუმბარა გასკდა. მედვედევმა ალყა გაარღვია, სრულად გაიქცა. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რომ გაიქცა. მერე სახლის ფრთაზე ვიღაც გამოჩნდა. კვამში აღარაფერი ჩანდა. კუზნეცოვი დადუმდა, თავი ჩაკინდრა. რატომ გაჩუმდით, კუზნეცოვ? ფრთაზე გამოვიდა მედვედევის ცოლი 2 ბავშვით, ერთი მათგანი ძუძუთა. თქვენ ისინი დახვრიდეთ, ხომ ასია? მე არ გამისროლია ფიცავ, მე ჰაერში ვისროდი. დანარჩენი მონაწილეების ჩვენებით ისროდით, მხოლოდ თქვენ. კუზნეცოვ, როგორ გაგათავისუფლოთ? მედვედევი ცოცხალია და იქვე ბრიანსკში ცხოვრობს. დაგინახავთ და ახლა თავად ჩაიდეს დანაშაულს. რა ვქნათ? მე ძმა მყავს დნეპროპეტროვსკში. ბრიანსკში სულაც არ წავა, ძმასთან წავა. კუზნეცოვი გაათავისუფლეს. აი ეს კუზნეცოვი ვნახე ოაზისში. თავისუფლად დადიოდა ეზოში და იძახდა ტრ. ხო, ლოხას ჩამოხრჩობა უნდა გაგვეხსენებინა. იმავე ბანაკში მოხდა. გაზაფხულია. ლოხა გვარი აღარ მახსოვს. ხან კარშია დამუშაობს, ხან როცა სამუშაოს მორჩება ზონაშია. შუადღეა. ბანაკი თითქმის სარიელია. ყველა სამუშაოზეა, გარდა შიგა საბანაკო მომსახურების პატიმრებისა და ჩემისთანა ბედასლებისა. ვისაც სამუშაოზე საერთოდ არ უშვებენ. ზონაში აგრეთვე ლოხას გვერდით ნარზე მცხოვრები პავლიკა ლუკაშოვი. ჩემი ძველი მეგობარი. აი ეს პავლიკა მოვიდა ჩემთან და მეუბნება. ლოხა მგონია ჭკუაზე ვეღარ არის. რა დაემართა არ ვიცით. დავინტერესდი და მაცნობა. ასე ამბობს, ტყეში ვიყავი, შეშას ვამზადებდი. მარკოვის პატარა გოგო დავინახე. მოვიტყუე, ვიხმარე, მოვკალი და ტოტები წავაფარეო. სახუმრო საქმე არ იყო. წავიდეთ. მიდგა ბალიკი ვნახოთ მეთქი. ბალიკი აბანოს გამგეთ იყო და ამ ბანაკის ბანდერელთა ერთ-ერთი თავკაციც. მოთათბირების შემდეგ ასე გადავწყვიტეთ. ბალიკმა თავისი 3 ბიჭი იხმო. ლოხა იპოვნეთ, რომელიმე ბარაკის სხვენში აათრიეთ, 10 დროზგი დასხეთ, გამოტყდეს, რაც გააკეთაო. 15 წუთი არ იყო გასული, ერთ-ერთი დაბრუნდა და გვითხრა. არაფერი როზგები არ დასჭირვებია, ყველაფერი დაბქვა და როგორ მოვიქცეთო. გადავწყვიტეთ სხვენში ყოლოდათ, სანამ რაიმე ხმა შემოვიდოდა. ხომ შესაძლებელი იყო ჰალუცინაციის თუ სხვა რამ ფსიქიკური მოვლენით ყოფილიყო გამოწვეული მისი აღიარება. ასეთები ხდებოდა ხოლმე. მე თავად შევესწარი რამდენიმე წლით ადრე დიდი შიმშილობის დროს პატიმარმა დაიბრალა მორგში პარფიონოვის გვამს დუნდული ჩამოვაჭერი და შევჭამეო. სიცრუე, უკეთ რომ ვთქვათ, ფსიქიკური აშლილობის შედეგი აღმოჩნდა. პარფიონოვის გვამი ადგილზე და ხელუხლებელი იყო. გავიდა საათი თუ ცოტა მეტი. ზონის გარეთ ჩოჩქოლი და წივილ-კივილი ატყდა. ოფიცრები და ზედამხედველები შემოცვიდნენ. ლოხას ზებნას შეუდგნენ. რას იპოვნიდნენ? სხვენში იყო. გრიჭოს კიბე ჰქონდა გამოცლილი. ბარე 5 ჯერ გადაგვითვალეს. ლოხას საშვი ვახტაზია, თავად არსად არის. ბოლოს ვიღაც მოხუცებულ კაცს ვაკითხინეთ, რა ამბავია, რისთვის ეძებდო.
ვისაც შეეკითხა, იმან არ დამალა, ასე და ასეა საქმეო. მაშინ ბალიკმა ნიშანი მისცა. ლოხა სახურავის გამირზე ჩამოახჩვეს და იქაურობას გაეცალნენ.